სენაკის რადიო. ჩემო ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო, ძველ სენაკში ვენერა ლიპარტიას აბსოლუტურად ყველა იცნობს, რომც არ იცნობდეთ, როგორც კი ამ სოფელში შემოხვდით, შეუძლებელია ყველების სურნელებამ ამ სახლისკენ და ამ ესე ვთქვათ ქალბატონისკენ არ მოგიზიდოთ. დიახაც, სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ქალბატონ ვენერასთან ვართ და ამ საოცარ ასოთზე ვისაუბრებთ და ვისაუბრებთ იმ ადამიანზე, რომელმაც სამეგრელოში გაბედა და გამოუვიდა კიდევაც სელეგინის შემდეგ უცხოური ყველების შემდეგ. მოგესალმებით, ძალიან დიდი პატივისცემით წარმოვიდგინე დიდი შრომადოს ამაში, რასაც ვხედავ. იმდენაირი სახეობა ჩამომითვალეთ, სანამ უშუალოდ კამერას ჩავრთავდით, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს სხვებსაც გაუზიაროთ ამის შესახებ, მაგრამ სანამ ყველაზე გადავიდოდეთ, მაინტერესებს თქვენ გაგიცნობთ საზოგადოებამ. ვინ ძანდებით? მოგესალმებით, ვენერა ლიპარტია არის სენაკი ძველი სენაკის მაცხოვრებელი. სენაკი და ძველი სენაკი უყვარს სიგიჟემდე. აი აქაური ჰაერი, აქაური კენჭი სიყვარული მაქვს მე და აქ დავაფუძე ჩემი საწარმო. გაიხსნა სენაკში შოთა მესხიას კოლეჯი. ამ დროს იყო 6 თვიანი ტრეინინგი ზუგდიდში, ფერმერი უნდა წასულიყო მან და ამერჩიეს მე. იქ იყო სულუგუნის სწავლება და ვიფიქრე, რომ სულუგუნის სწავლება რა უნდა 6 თვე ზუგდიდში რო არ ვიარო ყოველ დღე. აქაც არის სწავლება მეთქი, მაგრამ არა, თურმე ვწდებოდი. ეს აფათში ხო არ იყო? კი. ქალბატონი მაია მექავა არის ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ძალიან ბევრი მეყოლის შესახებ ვიცი აქედან და ერთ-ერთი თქვენ ხართ ძალიან სასიამოვნოა აი ჩემთვის. იქიდან ქალბატონ მაიასგან აი დიდი სიყვარულით მოგიხსენიებ ზუგდიდში აგროსახლში იქ ვიყავით 6 თვე, ჩაკვეთა, ჩაჭრა, ეს ყველაფერი ტექნოლოგია მომზადება, აი როგორ ვთქვა, რომ სრულყოფილად ვიცი. კი ბატონო, ესენი სელეგინები არ არის. არა, ეს სულუგუნი არ არის. ეს არის რაც არის კაჩოდა, კი ჩვენ სულუგუნი გვაქვს. მეფეა ჩვენი სულუგუნი, ჩვენი ჭიტყინტიყველი, კაზლაყველი, მაგრამ მარანაკლები არის ჩემი კაჩოდა. კაჩოდა სადაური წარმოების ყველია. ეს არის იტალიური ყველი, რომელიც კლასიკური ყველი კაჩოდა, რომელიც ეს არის ერთად სურნელიც უცხო აქვს რაღაც. ეს რისგან არის? ეს წითელი რატოა? ეს არის კაჭიჭი ღვინოსაგან. ღვინოში დაძველებული. ხო, კაჭიჭი ღვინოსია ეს. რა საინტერესო სურნელია. ეს არის კლასიკური კაჩოდა, რომელიც არის 9 თვის. 9 თვის დაძველები? ეს გარეთ გარსი არის. მაგალითად არის შიგნით არის რბილი, ელასტიკური არის. შეიძლება? კი ბატონო. ძალიან მყარია, ეს როგორ იჭრება? ძალიან ძლიერი დანა უნდა ეთყობა ბასრი. აი გარედან ეს რო არისო დაფარული, აი ეს ქერქით. დიახ. შიგნით არის რბილი, რომელიც გამოდგება ყველაფერს. რასთან იჭმევა, რას უხდება? სალათებში ყველასთან რაც გინდა, რასაც მოისურვე ყველაფერთან კაია. ჩვენი სულუგუნი ეს ხომში არის. არა, ხომში ეს ხომთან ერთად არ იჭმევა. ხომთან არ იჭმევა. ხომთან ჩვენი სელეგინი. ჩვენი სულუგუნი მეფე ბატონო. ეს არის მგონი კლასიკური შებოლილი. ეს შებოლილია კლასიკური შებოლილი, რომელიც იგივე მეთოდით ვამზადებ, მაგრამ ჩემ ტრადიციულ და ევროპულ შორის არის. ეს თქვენეული ტექნოლოგიით დამზადება. იქ შეგიძლიათ ამიხსნათ უცებ, აი როგორ ტრადიციული როგორია და აი ევროპული რა ელემენტი აქვს. აი ტრადიციული არის ჩვეულებრივი სულუგუნი. ნედლი ამოყვანილი და როგორც კაზლაყველისგან ზილავთ სულუგუნს. დიახ. და არაფერი მას არ ავამატებთ. ამას ვამატებთ და მე ხდება მათ ესე იგი კვამლით, ესე იგი ჩვეულებრივად. ეს უნდა ჯერ უნდა შეჯერდეს წყალში, მარილ წყალში. თუ მარილ წყალში შეჯერებული არ არის, ის არ გამოვა შებოლილი ყველი. შიგნით გაფშდება. ამიტომ ხალხს უნდა შებოლილი მაგარი ყველი. დიახ. რომელიც ხომში რო იმასი კარაქს გამოყოფს. კი ბატონო, საოცარია. ეხა უკვე ამითამაშდა იმ გემოების სურნელი, ასე ვთქვათ. კი ბატონო, აბა გადავინაცვლოთ. ეს არის ბროწეულში ჩავარგებული. ეს რა საინტერესოა რა ამაზია. ბროწეულში მეუნებიან ფერს რაფერ აყენებო. ეს უკვე ჩემია, ეს ფერები ეს თქვენ ტექნოლოგია, თქვენი საიდუმლოებაა, ხო? ეს უკვე ჩემია და ამას ვერც გადავცემ. რომ გადავცემ, მაინც ვერც გამოიყვანს. იმიტომ რომ ეს თქვენ შეგიძლიათ ესე გააკეთოთ, ხო? ეს არის იმას ჭარხლისგან. ეს საინტერესოა. რა ხასხასაფერი აქვს ჭარხლს და ვუმატებ
ანტს. ესე იგი სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა თქვენი ყოლი. აი მე ფერებს ვხედავ, ფერი როგორი ფერი იქნება, დანამატს მასე უკეთებ. კი ბატონო, ძალიან სასიამოვნოა. აბა დავყნოსო ესეც. სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი გემოვნებით იმეშვება, არჩევს ბევრ რამეს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეცეპტორი ყნოსოა. პირველ რიგში ყნოსოა. ძალიან სასიამოვნო სურნელი აზრის სხვათა შორის. როცა მაგიდასთან მოდის ადამიანი, პირველ რიგში კი არ დააგემოვნებს. პირველ რიგში აი ყნოსვით გზნობს თავის გემოებს. ეს რამე განსხვავებული? აი ეს არის ყავაში. ყავაში დაძველებული, რა საინტერესოა. აი ყველა მეთოდს ხმარო ყველა იმას, რომ აი რაღაცი გამომივა. ექსპერიმენტად ტესტავ ყველა. ეს ყავას მოუხდება ძალიან მოუხდება ყავას. ყავასთან ისმება. ეს დანარჩი რა თქმა უნდა აუცილებლად გავსინჯოთ. უბრალოდ მაინტერესებს რომელ ღვინოს უხდება, რომ ვიცი რომ უფრო მეტად ყველი უხდება. შრალი ღვინო. კი ბატონო, თეთრი შრალი ღვინო. თეთრი შრალი ღვინო. აი ღვინოს მოყვარული არა ვარ, მაგრამ ყველმაც შემაყვარა. ძალიან საინტერესოა. ეს არის მოცვი და ტარხუნას ნაერთი. მოცვი და ტარხუნას ნაერთი. მოცვი და ტარხუნა. ამას ძალიან ისეთი მკვეთრი სუნი აქვს ტარხუნასი. ყველა სხვადასხვა სუნი და გემოები აქვს. და ესენი დესერტებია ფაქტიურად. შერგება და ეს რა ქვია, მაგიდასთან სილამაზე გემოვნება და თანაც თუ გვინდა სოლოგონი და 2-3 ნაჭირი შევჭამოთ, აი ეს 220 გრამი 25 გრამი. ის საკმარისია. თანაც ალერგიასაც, ვისაც ალერგიულია ყველის მიმართ, ვებთავაზობ რომ მიირთვა. ასეთი წესით დამზადებული ყველი მიირთვას, ხო? პრინციპში ეს იმდენად დამუშავებულია და იმდენად არის, ასე ვთქვათ, გაჯერებული სასარგებლო ყველა ნივთიერებით, ალერგიული კი არა, რა შენახვა, ამნების მოვლა შენახვა. აი როგორ გითხრათ, მე მსიამოვნებ ყოველ მესამე დღე უნდა შეეხო ყველას, უნდა გადააბრუნო, უნდა შეამოწმო, რა ხდება, ასე კი არ მოვიდა ამდენი ხანი. და რამდენი ხნისაა ეს ყველი? აი ხა ეს ყველი იქნება სადღაც 9 წელი რა. 6 თვის არის. წარმოიდგინეთ, რომელი იყო 9 თვის არის, რომ იხარით, აი ეს ღვინო, ის არის ყველი, ხო? ძალიან და რაც უფრო ძველია, ასე ვთქვათ, მით უფრო უფრო მეტი გემოები გაყრალიბდება და უფრო მეტი ფასი აქვს. გასაგებია. კი ბატონო, მოდით კიდევ აი ეს რაღაცა ჭხირებივით რაღაც არასასიამოვნოა. ამას ვეძახი ჩიფსის. ყველის ჩიფსები, ხო, შებოლილი ჩიფსები. ისეთი სურნელება აქვს რაღაცა საოცარი. აი ამ ჩიფს მოვდეხავთ. რას უხდება აი ესეთი? ეს უხდება ლუდს ძალიან. ეს რო უყურებთ ფეხბურთს, კალათბურთს, სპორტს და რაღაცა ემოციებში რო ხართ და აზარტოს ხდის ხო ჩვენს იმას? გამშვიდებს, კი ბატონო. განაყრებს და გახანგრძლივებს. თან სასიამოვნო მისართმევი არის და უცხო სხვათა შორის. აი ეს არის ჩემი საკუთარი ირინოლა, რომელიც არის საგაზაფხულო. ეს წიწაკებია? ყველაფერი არის ზაფხულში, რაც მომდის ჩემ ბოსტანში. ნახეთ. იმის ნაერთი. ბოსტნეულით გაჯერებული და აი წარმოიდგენია როგორი აი ეს ერთ გზის პირას ცხოვრობ. ტურისტული მარშრუტია, ხო, ნოქალაქების? კი, ტურისტული მარშრუტი არის ჩვენი ტრასა აქ და შემთხვევით გააჩერა ტურისტმა წყალი მოსწყურდა. ნახა ჭა, ერთი საუკუნიანი ჭა მაქვს და შემობრძანდით მე და ვაკეთებ საჭმელს. დიახ, თუმცა აქვე გაქვთ თქვენი ასე ვთქვათ ყველის საწარმოც. ასეთ ვაკეთებ და ახლა ბავშვიანად შემოვიდა ეს და ახლა ბავშვს ხო ისე არ გავუშვებდი მის შევთავაზე რაღაცები და აუ მეჩქარებაო და პურზე, ყველზე ეს ყველაფერი რაც ხონდა დაიყარა ეს და ასე მანახებს ახლა მადლიერებას გამოხატავს ასე. გამოხატავს კარგიაო და წავიდა. მე მეც და რა არის ასეთი კარგი რომ აღფრთონებული წავიდა ეს მეთქი და მეც რომ გავსინჯე მომეწონა. რომ მომეწონა ამის შემდეგ მეც შევაერთე ეს ყველაფერი და ჩამოვაყალიბე ირინოლა. რა კარგია. აი ახლა ეს რო იმასთვის მე აქ ტურისტად ვინც მიდის ლაშკრობაზე მარტო პურს წაიღებს და არაფერი არ უნდა მეტი. ესე იგი ეს ნოქალაქევის ხაზი თქვენ შეგიძლიათ ტურისტული კუთხითაც აი მაგალითად გასტრონომიული ტურიზმის ერთ-ერთი დესტინაცია გახდეს და ძალიან სასიამოვნო შემოსავალიც გქონდეთ ყველაფერთან ერთად. ვაპირებ ჩართული ვარ უკვე ამ იმაში და ეხლა ეტაპობრივად ყველაფერს ერთად მე მგონი ყველაფერს ერთად ახერხებთ. უნდა მოვახერხო აი რაც თვითონ მასწავლის გზა. კი ბატონო. თვითონ სიტუაციაც ანახებს ხოლმე ადამიანს. მაგ კიდე ფაცხაში ელარც ვაკეთებ
მყავს მასტერკლასი. გაქვთ ხმა და აკეთებთ. კი, აი უფრო უყვარ თავიანთი ხელით გაკეთება და უფრო გაფართოება ამიტომ მაგაზე კიდევ ვსრუნავ. ესე იგი ამ მიმართულებითაც თქვენ გყავთ მომხმარებელი, ტურისტები ინტერესდებიან ამ პროდუქტით და სხვათა შორის ცოტა უკმარისობის გრძნობა ის ამაქვს რომ აი ამ სახეობებს რომ აკეთებთ, სელეგინს რატო არ თავაზობთ? თუ თავაზობთ, სულ უკვე ყველგან არის. ამიტომ განსხვავებული ამიტომ ხელი არ მინდა ვინმე შეუშალო. გასაგებია თქვენ დანაწილებული გაქვთ კონტენტები. კი, აი სულუგუნი ბაზარში ეს ბაზარში არ იყიდება, ეს ჯერჯერობით. თქვენ თუ გიფიქრიათ გაყიდვაზე და რამდენად არის მაგალითად ადგილობრივი ბაზარისთვის ეს მე მყავს კლიენტები, აქეთ ონლაინ კლიენტები მყავს, ხა ჯერჯერობით მაღაზია, მაგრამ ძალიან ძვირი სიამოვნებაა მაღაზია, მაგრამ გაფართოება შეგიძლიათ მომავალში. კი, იქით მაქვს იდეები. სენაკის რადიო. დიახ, ეს განსხვავებული სპეციალურად. დიახ. აი ეს არის სალო, რომელიც სალო არის ჩვენი ფაოს უფროსი, ხელმძღვანელი, ძალიან კაი გოგონა, იმის სახელი შევარდი, რომ გავაკეთე ეს რაყველია და სალო ამეთქი. ეს სალო სალა შევადარე, ყველას გონია რომ სალა არის. ეგ არის ხო? აი სალ რა არის, ყველის სალას უძახი მე ამას სალოს. სასიამოვნო. ესეც იგივე სხვათა შორის სურნელი მსგავსია თითქოს უბრალოდ რომელიც განსაკუთრებული დაძველებითაა დავარგებული სხვადასხვა ასე ვთქვათ ამაში ნაწარმისაგანაა ეს ყველა გაკეთებული და სუნი თითქმის საფუძველი ერთი აქვს კი ბატონო თითქმის სუნი ერთა იგივე მოდის მაგრამ შიგ თავსი არის სხვადასხვა კი ბატონო და ტექნოლოგიაც რა თქმა უნდა განსხვავებული შენახვის პირობები მაინტერესებს შენახვის აუცილებლად უნდა თავისი ტემპერატურა ყველას მაცივარში ვდები ხა მაგრამ მაცივარი როგორ აშრობს ქვია ყოველ მესამე მეოთხე ვაბრუნებ ვანიავებ უფრო შრომატევადი და მიდიაში მაქვს რომ აი ყველის სათავსო რო გავაკეთო აი ჩემთვისაც უკვე შრომატევადი იმდენი არ იქნება და ყველის სულ სხვანაირი მას მიიღებს სენაკის რადიო ქალბატონო ვენერა, თქვენ ახსენეთ ქალბატონი ნონა ქადარია და სენაკის სათემო განათლების ცენტრი. ახსენეთ ძალიან ისეთ საინტერესო კონტექსტში. მაინტერესებს რა კავშირია ამ ასე ქალბატონო ნონას სათემო განათლების ცენტრსა და UN-FAO-ს შორის, რომელსაც ძალიან ხშირად ახსენებდით ჩემთან საუბარში. მოდით ორივე სიტყვით ვისაუბროთ ამაზეც. ქალბატონი ნონასთან ძალიან დიდი კავშირი გვაქვს ერთმანეთთან. ერთ დღეს ნონამ მოიყვანა ქალბატონი სალომე, რომელიც აინტერესდა ყელების გამკეთებელი ადამიანი, ვინც ყელებს. ეს UN-FAO-ს წარმომადგენლები იყვნენ, ხო, რამდენად ვიცი. სალომე გიგაშვილი. დიახ. მოვიდა ჩემთან, დამელაპარაკა ყელის რა ვიცოდი რა არა და მე ვიცოდი სულუგუნი და ყაზლა ყველი. ვანახე დააგემოვნა და მოეწონა. სურვილი გაქვს რომ ისწავლო ინოვაციური ყელები ისე. და რატო არა მეთქი უცებ სწავლებაზე ვარ. დიახ, მოგწონთ მოკლედ სწავლება, უცხოური სწავლების მიმართულებით. ახალ ინოვაციურ და ინფორმაციები მსხვერპლი ვარ. ეს ძალიან კარგია. სწორედ ასეთი ადამიანები ვითარდებიან და ფაქტს აგერ ვხედავთ, ხო? და სათემო განათლების ცენტრის ბენეფიციარიც ხართ, ხო? თქვენ რამდენად ბენეფიციარი ვარ. რა ვიცი, ძალიან შრომატევადი და ძალიან მომთხოვნია ჩვენი ნონა. იმიტომ რომ ნონასთან ვინც მივაიქ ჩვენ თბილ ქოხში, ყველანი ისეთები მივდივარ, რომ ერთმანეთის სითბო და სიყვარული გავკავშირებთ. ძალიან საინტერესოა და კარგია მით უმეტეს როცა თქვენ საყვარელ საქმიანობასაც პოულობთ აი ამ სწავლების ფარგლებში. სენაკის რადიო მაგთვმა გამოფენებზე დავდივართ ხშირად გვიწევს ფაო ყველგან მესტიაში ქუთაისში თბილისში რამოდენიმეჯერ ესე იგი აი ამ გამოფენებზე აქტიურად მონაწილეობთ რესტორნებში ბათუმში ყველის სახლში ყველგან ფაომ დაგაკავშირა რა კარგია ძალიან საინტერესოა და იცით რა მაინტერესებს აი ადგილობრივ ტრადიციულ ყველებთან მიმართებაში აი განსხვავება რა შეიძლება იყოს წარმოების პროცესში და ფასიც რა თქმა უნდა შესაბამისია. ხო, ფასამდე სანამ მივალ ტექნოლოგიური პროცესიც მე მგონი ცოტა უფრო ხანგრძლივადიანი უნდა იყოს, ხო? ხანგრძლივადია. ეს სულუგუნის შენ შეგიძლია დღესვე გააკეთო და ამაღამ შეჭამო. დიახ. მაგრამ აი ამას
ჩემ კაჩოტას უცებ ვერ შეჭამ. კაჩოტა სადაური ყველია? იტალიური ყველია. აო, საინტერესოა იტალიელი ტურისტებისთვის. ძალიან მოწონდა, თანაც ამბობენ, რომ აქ უფრო კაი გემოებია, ვიდრე ჩვენ იტალიაში. მე უკვე ვამაყობ, რომ ჩვენი მთაბარი, ჩვენი დელო ისეთია, ბაღდარში ვართ, რომ თვითონ გზის შემცველობაზეა ალბათ, ხო? თვითონ ხარისხზე დამოკიდებული. ყველაფერი აი ესე ცდება, რას აჭმებ? როგორი მოვლა შენახვა აქვს ჩვენს მაინც ადგილობრივი რძე რო არის საფუძველი აი ამ ყველის, მაინც თავის ინდივიდუალურ გემოს აძლევს, ხო? და ყველა სხვადასხვა გემოები აქვს ძის. აბაშის სულ სხვა, სენაკის სულ სხვა, მარტვილის სულ სხვა და ასეთი ისა გვაქვს სხვადასხვა გემოები. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია და რასაც თქვენ და როგორც აკეთებთ, ამას ვერ გააკეთებს მაგალითად აბაშაში, ზუგდიდში, ხობში. ეს უკვე ჩემია, მე რო ვაკეთებ ისე შენ ვერ გააკეთებ არც. ბუნებრივია. ვერავინ, ეს ჩემი ხელწერაა. მე საერთოდ ვერ გავაკეთებ, მე თუნ კი ძალიან გააკეთებს ყველანი. ოღონდ სწავლება უნდა ყველაფერს. კი, სწავლა ძალიან საინტერესო პროცესია. მოდით ახლა ვისაუბროთ საბაზრო ღირებულებაზე მაგალითად. ახლა თქვენ თვით რომ ამას 6 თვეა აკეთებთ. ხო. რამდენად ხედით საშუალო? აი ამას გრამი 8 ლარი. კი ბატონო, 1 გრამი ღირს? 10 გრამი. 10 გრამი, ესე იგი 80 ლარი. არა, ხომ ისე წამი კი ყოფილა, ისე აი ოღონდ განსაკუთრებული მიზნობრივი ჯგუფი. ეხლა ეს არის თითქმის 1 წლის 100 ლარი. ეს ერთი. აი ესე იგი უფრო მომგებიანი წარმოება არის. ხო, უფრო მომგებიანია და მიტომ ავირჩიე მე ეს. კი ბატონო, ძალიან სასიამოვნოა. თუ გიცდიათ რომ აი მაგალითად კაჩოტა ხო თქვით თქვენ? კაჩოტა. ხო, კაჩოტას კაშხავალი. აბა რომელია კაშხავალი? აი ეს საულა კაშხავალი. თქვენ იმას რო ეძახით, ლორს. ხო. ლორს რო ეძახით, ძალიან საინტერესოა. და ეს ყველა სახეობა არის განკუთვნილი ღვინოსთან, ხო? ძალიან. თეთრ ღვინოსთან, ხო? ყავასთან, ღვინოსთან. სასმელებთან თითქმის, რა ვიცი. კი ბატონო. და ისე მარტო საკნატუნასავით კიდე ძალიან კარგად მიირთმევენ. ძალიან ძვირი სიამოვნება. ხილთან, ქიშმიშთან, ნუ რა ვიცი, ასორტი. კი ბატონო. გავიხედი ერთი საღამო არის ბინდება ისე, ვიღაცამ ძროხა მიაბა ჭიშკარს. და ბავშვები მეუნებიან, დე გონი მამ ბაბუ არიო. წადი და წყალი უნდა ან რაღაც უნდა და შემოიყვანე დავალევინო წყალი ან რაღაცა გზაზე მიდის მე. გავიხედე მამა ჩემი ძროხა მოყავ. ამ დროს წველაც არ ვიცი. მამა ვისია ეს ძროხა? შენია 4-დან მოწველე. შენ ჭამე და თავსაც ირჩევს ეს ძროხაო. პატარას უთქვია რომ დედიკო მიდის ევროპაშიო. მოვიდა დამსვა და თუ წახვედი მე არ მიტირო. ამის შემდეგ ვერ გადავოდი სიტყვას. დავრჩი ძველს, ნახე დავრჩი ჩემ ძროხასთან ერთად. წერა საინტერესო და ემოციური, ასე ვთქვათ, მომენტია. ფაქტიურად, ესე იგი, მამის სახელი აი ამ ბრენდს სწორედაც იმიტომ ქვია, რომ ერთი ძროხით დაიწყეთ ეს საქმე. ერთი ძროხით დავიწყეთ და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით იმ ადამიანებს, ვინც თქვენ თუნდაც мотиваცია მოგცათ იმის, რომ ძალიან საინტერესო საქმიანობა წარმოგეწყოთ. სენაკის რადიო. ქალბატონო ვერნერია, მე აუცილებლად უნდა დავაგემოვნო თქვენი პროდუქცია. რამდენიმე გავსინჯე და საოცარი გემოები იყო. აი, ეხლა ეს რომელია მაინტერესებს. მე მგონი ეს კაჩოტა, თუ როგორ ქვია ამას? კაშხავალი. კაშხავალი, რა საინტერესო სახელები ქვია? ამე განსხვავებული გემოა. ყველა განსხვავებულია. ფაქტიურად ესეთი გემო არ გამისინჯავს ყოლებში. ეს ღვინოზე არ მოხდება თეთრს. თქვენი მამალი გვეუბნება რომ დროა. კარგი სიახლეები გქონდესო. ეს შევოლილია. ეს არის საკნატუნა. ეს ფეხბურთთან საყურებელი, ხო? ეს რა სპორტი, რაც კიდე ემოციებში რო ხარ და რო გაანტვირთო. ვაიმე, ეს ყავასთანაც კარგი იქნება. სხვათა შორის თქვენი ყავის გემოთი მომეწონა კიდე განსაკუთრებით და მომეწონა ტარხუნას გემოთი განსაკუთრებით. თუმცა ყველას განსაკუთრებული გემოები და ძალიან საინტერესო სურნელებები აქვს. ეხლა სერიალებიც მიმაქვს უფრო ერთ ისტორიას მოგიყვებით. დიახ. დამპადეჟა ახობელმა ისეთმა რომ აი რა უნდა მიმეტანა მაგას ვფიქრობდი, რა უნდა მიმეტანა ისეთი რომ რაღაც განსაკუთრებული მინდოდა. მე იმ სახში ისეთი რა უნდა მიმეტანა რომ
ან რატო იფიქრეთ, ბევრი როცა აი ესე წავწერებს გუნდის სახში ყველა სახობის სერვირება გავაკეთე და ამაყურად შევედით. თქვენი ასორტი მიართვით, ხო? ასორტი მივართვით. ამ დროს დედამისმა რაღაც ასე შემომხედა, რა მოაკეს, რა არისო. მე ხო ამაყურად მივდივარ ჩემი ნახელავით მომწონს ყველაფერი და დავდივი შუა ცენტრ მაგიდაზე. და მაინტერესებს ჩემი ყველი რა დღეში იქნება, გავედიგა და რომ მოვედი 5 წუთის შიგნით, ყველანი მკითხულობდნენ საწავი და მოვიდესო და ვაიმე გულში ვთქვი, რატომ მეძახიან, რომ მივედი ერთ ნაჭერი არიდო ჩემი ყველების და აინტერესებდა ყველა როგორ აკეთებ და იქიდან 1-2 კლიენტიც გამიჩნდა. სენაკის რადიო. აი გამოფენებზე დავდივაროთ თქვენ და ძალიან ხშირად თავაზობთ თქვენს ყველას და აი ამ ასორტიმენტს აცნობთ ადამიანებს. მასტერკლასებს თუ ატარებთ, მაინტერესებს. ეხლა ყველის მასტერკლასი იქ ვერ ჩავატარებთ. ლაბორატორიაში კიდე თქვენ სქემაში საწარმოში კი ვასწავლით ან და ეხლა ბევრი მსურველი მყავს რომ აინტერესებთ როგორ კეთდება როგორ არა და მალე მინდა რომ ამის ტრეინინგი გავაკეთოთ. საავტორო ტრეინინგი ყველის დამზადების კონკრეტული მიმართულებებით ძალიან საინტერესოა. ქეც გაივლიან ტრეინინგ და ქეც მასტერკლასს ადგილზე. თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გაივლიან და მასტერკლასებსაც თვითონ ჩაატარებთ. ფერმა მაქვს საკუთარი ფერმიდან მაგიდამდე. ხო, ფერმიდან სუფრამდე პროცესს ჰასპის სტანდარტის შესაბამისად იცავთ და მაინტერესებთ რამდენად რთული პროცესი იყო ჰასპის სტანდარტის დანერგვა. ძალიან რთული არის, ძალიან რთული და დღესდღეობითაც დიახ. მივძებ რომ კი ბატონო, თანდათან ნერგავთ ესე იგი გამოც. უცებ ამის დანერგვა ძალიან ძნელია. ძალიან რთულია, თუმცა შეუძლებელი არაფერია და ვფიქრობ რომ თქვენნაირი ესეთი ასე ვთქვათ აქტიური, თქვენნაირი ესეთი მოტივირებული ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. მე მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენ საქმიანობაში. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ქალბატონო ვენერა თქვენთან შეხვედრისა დროსაც კი რომ ყველა საქმე, ნებისმიერი საქმე შეგიძლია ნებისმიერ ასაკში დაიწყო. თავარია გაინტერესებდეს და ამის მოტივაცია გქონდეს. მე მას ვეფერები მიყვარს. სხვათა შორის სულ გულსაც ვაკეთებ, მომხმარებელიც მყავს ძალიან ბევრი, მაგრამ ამნებსკენ უფრო ვიხრები. დიახ, ტრადიციულს აკეთებთ, მაგრამ თქვენი ჰობი და მიმართულება და გადაცემა მაინც ეს არის. მრავალფეროვანია, კაშკაშა, რაღაც თვალის მომჭრელია და საუცხოც არის. მადლობას გიხდით, წარმატებებს გისურვებთ და დაგემშვიდობებით.